მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროლოგია ძალიან არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან, სამყაროს კანონებთან, ისე რომ ვთქვათ, ადამიანის როგორც ფსიქიკის ყველაზე ღრმა სტრუქტურებთანაც, ასევე სხეულის ენერგიასთან, ხო? ჯანმრთელობა ჩვენთან ასტროლოგიაში და გარკვეულ ნაწილად ფსიქოლოგიაშიც ეს არის ფსიქოსომატიკის ნაწილი. ეს არის დაბლოკილი ემოციები ან არანაცხოვრები ემოციები, ან გაუცნობიერებლობა იმ პროცესებში, რაც ფსიქიკაში არაცნობიერში ხდება, ხო? ძალიან მოკლედ რო აგიხსნათ, იმიტომ რომ თემა ძალიან დიდია, ძალიან ვრცელია. და რეალურად ვეჯახებით, ესე რომ ვთქვათ, ცხოვრებაში, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისევე ცხოვრებისეულ მოვლენებში. იქნება ეს წარუმატებლობა, სხვადასხვა სფეროში კარიერული წარუმატებლობა, პირადში წარუმატებლობა, მაგალითად, და ფინანსური წარუმატებლობა, მოდით ესე რომ ვთქვათ, ხო? ძალიან კარგად გვეხმარება ასტროლოგია, მივხვდეთ, სად შეიძლება პოტენციურად უკვე იყოს დაბლოკვა ენერგიის, რომელიც ან დროთა განმავლობაში გამოვლინდება, თუ არ ვიმუშავებთ ჩვენ ამ ყველაფერზე, ან უკვე დაბადებიდან მოყვება ფაქტიურად, როგორც მაგალითად კარმულ ასპექტებს ეძახით, ხო? ოჯახური, გენეტიკური არანაცხოვრები ემოციები, რომელიც თაობებიდან თაობაზე გადადის. და ამაშიც ძალიან კარგად გვაჩვენებს ხოლმე პირადი როკა. გამოცდილებით, ვისაც აქვს მაგალითად ასტროლოგიასთან შეხება, ძალიან კარგად შეუძლიათ ეს ნახოთ, იმიტომ რომ პოტენციურად როგორც ცხოვრების სხვადასხვა სფეროები ჩანს, ასევე ჩანს ჯანმრთელობასთან ან ბედთან დაკავშირებით რა დაბლოკოები შეიძლება გქონდეს ცხოვრებისეულად. რო აგეხსნათ სტრუქტურა როგორ მუშაობს, ხო? ეს არის ენერგეტიკული ველი ჩვენში, ჩვენ ვართ ენერგია, მოდი ესე ვთქვათ. თავდაპირველად და ესე, სუპირველად ეზოთერული ხედვით გიყვების ჯერ საინფორმაციო ველი არის, ინფორმაცია, პირველად იყო სიტყვის პროტოტიპი რო აგიხსნათ, ხო? მაგალითად, რომ მე მაგალითად რაღაც, ჯერ უნდა შეიქმნას იდეა, შემდეგ უნდა ენერგია დატრიალდეს ამის გარშემო და შემდეგ უნდა განსხელულდეს, ხო, ფორმა მიეცეს. აი დაახლოებით ადამიანებში ეს იმპულსი არის. მაგრამ როგორც კი მაგალითად ფსიქოსომატიკაზე გადავალთ ან ცხოვრებისეულ მოვლენებზე გადავალთ, აქ უკვე ენერგიასთან მივდივართ. ენერგია ეს არის ენერგეტიკული ველი, უბრალოდ ეს არის ნაკრები ჩვენი ემოციების, ჩვენი გრძნობების და ჩვენი ფიქრების. მაგალითად, კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ცხოვრებაში განცდილი ფიქრები, ემოციები. შეიძლება იყოს კარმულ სტრუქტურებში, ადრეც სხვა ვიდეოში აგიხსენით, აურაში, ეზოთერული ხედვით ესე აურაში როგორ იჭედება ძველი არანაცხოვრები ემოციები, რომელიც უკვე კარმულ სტრუქტურებში არის და არა მაინც ამ ცხოვრებაში. რომელიც შემდგომ ბედს, გარემოს აყალიბებს ამის მიხედვით. მაგალითად, რატომ მოვედი ამ ოჯახში, რატომ მოვედი ამ ქვეყანაში, ეს ეზოთერიკა ხსნის როგორც კარმულ ენერგეტიკულ მეჭაჭულობად, ხო, კარმულა დაკავშირებული ამ ეგრეგორთან, ამ ენერგიასთან და ფსიქოლოგია, აი მან ცოტა ვიჭედებით, ხო, რატომ მაინც აქ მოვედი და ამ ბედში, ხო? ფსიქოლოგია უფრო ხსნის, აი ამ ბედში რომ შემოვედი, შემდეგ რა მოხდა, რატომ მოხდა, ხო? რა ვთქვათ, უკვე დაბადებიდანვე რა პროცესები წავიდა, ხო? და მე ამან რა ზემოქმედება ჩემზე მოახდინა. მაგრამ ეზოთერიკა ხსნის, რატომ მოვედი კონკრეტულად ამ ოჯახურ ველში, ამ ოჯახურ ენერგეტიკულ ველში. ახლა რა არის ძალიან საინტერესო, არის ეზოთერიკაში უხილავი ენერგიები, რომელიც ჩვენ და დამოუკიდებლად შეიძლება ხდებოდეს, ხო, რომელსაც ჩვენი თვალი, ჩვენი ცნობიერი ამას ვერ ხედავდეს, ამას იდუმალებას ვაწერთ მაგალითად მისტიკას, ეზოთერიკას და ამ ნაწილსაც აგიხსნით რა წერია მაგალითად, რა პრაქტიკაც არის მაგალითად ფსიქოლოგიურად ვინც მუშაობს, ან ეზოთერულად ვინც მუშაობს საკუთარ თავზე. და როგორ შეგვიძლია ეს დავინახოთ, ეს დაფარული ნაწილი, ხო, ენერგეტიკასთან, როცა მუშაობ. არის ფსიქოლოგიაში ესეთი, ველის თეორია, ესე ვთქვათ, როდესაც არის, რომ აი ადამიანის ენერგია ცალკე დამოკიდებულად არ არის. ანუ ჩვენ განვიცდით როგორც ზემოქმედებას გარემოსი ადამიანების, ხო, ქართულ ანდაზაში ვარი ხართან დააბიო. აი დაახლოებით ეს თემა არის ველის თეორიაში, როდესაც აი თუნდაც გაგიგიათ რელაციური კონტაქტი, როდესაც ახლა თუნდაც თერაპევტი შეიძლება გრძნობდეს იმას, რასაც კლიენტი განიცდის,
ყელში წაჭერას და თერაპევტიც გზნობს. ენერგეტიკულ ეზოთერულ ენაზე ამას ვეძახით აურულ დონეზე მიჯაჭვულობა. ანუ იმ მომენტში მოხდა ენერგეტიკული მიჯაჭვულობა უკვე ცოტა სხვანაირად უყურებს ამას ეზოთერიკა, ვიდრე მაგალითად უბრალოდ ფსიქოთერაპია და ამ ენერგეტიკულ მიჯაჭვულობაში ხდება ინფორმაციულ დონეზე გაცვლა ენერგიების, ხო? ანუ მე შეიძლება ჩემი კარმით ვარ, ჩემი პრობლემებით ვარ, მე შევდივარ ამ პრობლემებიდან გამომდინარე სხვა ველში, სხვა ადამიანების რელაციურ კონტაქტში შევდივარ, ენერგეტიკულადაც, ფსიქოლოგიურადაც მაგალითად და ეს ადამიანები მე ჩემზე ასევე ენერგეტიკულად მოქმედებენ. აი შეიძლება მაგალითად მე სადღაც ვერ ვიყო ხასიათზე, არ ვგრძნობ ახლა თავს კარგად და სინამდვილეში იყოს ვიღაცასთან შეხვედრის დროს იმის ენერგია გადმომყვეს, მაგალითად იმის ემოცია გადმომყვეს სადღაც და მე შეიძლება ვცხოვრობდე სხვის ენერგიას სიტყვაზე, ხო? ახლა აი ზოგადად ეზოთერულ ასტროლოგიაში რო აგეხსნათ, ხო, როგორ შეიძლება ეს მუშაობდეს, ხო? აქაც ასტროლოგიაში ჩვენთან ჩანს ხოლმე ესეთი ემოციური ველი, ეს კონტაქტი რატო ხდება? კარმული ასტროლოგია ამას ხსნის, როგორც სადღაც რომელიღაც ცხოვრებაში დაუმუშავებელი ენერგია შეიძლება მქონდეს, კონკრეტულ ადამიანთან მქონდეს ვალი, ან კონკრეტული ენერგიის ვალი მქონდეს სხვადასხვა ინკარნაციებში გაბნეული და ეს ადამიანები მოდიან რომ დახურონ გეშტალტი, ესე რომ ვთქვათ, გეშტალტურ ენაზე, ფსიქოლოგიურ ენაზე რაღაც პროცესი დაიხუროს, ხო, ვალი გავისტუმრო კარმულ ენაზე რომ აგიხსნათ. ზოგჯერ არის ესეთი კარმული ურთიერთობები დედა-შვილს შორის, ზოგჯერ არის იცით თუნდაც ახლა ფსიქოლოგიაც ამბობს რომ მსხვერპლის პერიოდიდან უკვე ჩვენი ფსიქიკა ირთვება, ხო, ჩვენი ფსიქიკა მუშაობს არაცნობიერი, უკვე გახსნილი არის და ზოგჯერ ყოფილა ესეთი მომენტი, მაგალითად, რომ აი თუ ან ბავშვი დაიკარგა ოჯახში, ხო, ან შეწყვეტილი ორსულობა იყო, ან რაღაცა ესეთი ნეგატიური მოვლენები იყო. ეზოთერიკა ამას ხსნის, რომ შეიძლება იყო ველთან შეხება და აი ეს ველი მოხდა სადღაც როგორ კონტაქტზე იცით ერთმანეთთან, სადღაც რომ არანაცხოვრები ენერგია უნდა ვიცხოვროთ. ეზოთერული ენით რო გითხრათ, სადღაც არ დაიხურა წინა ცხოვრებებში მაგალითად კავშირი, არ მოხდა, არ ვიცხოვრეთ ეს დრამა, ეს დანაკარგის ემოცია და ეხლა უნდა ვიცხოვროთ მაგალითად, ხო? აი, ეხლა ამ ფანჯარაში გქონდა საშუალება, რომ აი ამ კარმული ვალისგან ყოფილიყავით გათავისუფლებული. აი ზოგჯერ გამიგია მაგალითად, რომ აი ვიღაცისთვის ეს ძალიან მტკივნეული არის დღემდე ესეთი მოვლენები, ვიღაცისთვის, ну, სადღაც დაიხურა უკვე, ხო? დანაკარგს გულისხმობ სადღაც. ან მე სადღაც გლოვობდი მაგალითად მშობლის გარდაცვალებას ან ნათესავის ძალიან დიდ ხანს და სადღაც გაიარა, ხო? ეზოთერულ ენაზე ვამბობთ, რომ კარმული კავშირი სადღაც ენერგეტიკული კავშირი სადღაც გაწყდა, ხო? სადღაც მე დავხურე უკვე გლოვის ფაზა. და ეზოთერულად აი როცა დანაკარგი გვაქვს, იქნება ეს რეალური ადამიანის თუ მაგალითად შეწყვეტილ ორსულობას გულისხმობ, როდესაც ხალხ იძულებულს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რა ეს გადაწყვეტილს, ხო? როდესაც არის ესეთი დრამატული მოვლენები, ეზოთერიკა ამას ხსნის, რომ წინა ცხოვრებებში მოხდა არ ნაცხოვრება ამის, აი რაღაცა მოხდა და მე ვერ გავაცნობიერე ეს. აი ძალიან კარგი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, რას ნიშნავს ეს ვერ გავაცნობიერე, ხო? აი თუნდაც ახლა სერიულ მკვლელებთან როცა ჩაუტარებიათ ხანგრძლივი ფსიქოთერაპია 15 წლიანი. აი უცებ თან ახლა ნუ რა არის ახლა სერიული მკვლელი მაგალითად, ნუ ფსიქოპატიური ფსიქოტიპი, რომელსაც არანაირი ცოცხალი ემოცია არ აქვს, ხო? ანუ კავშირში არ არის გარემოსთან, ხო, რაღაც თავის საყვაროში არის სიტყვის, ხო, ჩაკეტილი, სხვა ემპათიური ენერგია არ აქვს, ხო, საერთოდ. და როგორც კი გაღვიძებულა ამ ხანგრძლივი თერაპიის შემდგომ ემპათიური ემოცია, ჩავარდნელა ძალიან ღრმა დეპრესიაში, ან ეს მეგობრებთ ახლა ფსიქოლოგიაში რაც გვაქვს გავლილი, ან თავის მოკლა გადაუწყვეტიათ, ან ღრმა დეპრესიაში საერთოდ ჩაკეტილან, ანუ იგრძნო შეგრძნებასთან მოვიდა რა გავაკეთე, ხო, ბჭყალებში ესე რომ ვთქვათ. ანუ შეგრძნებაში მგრძნობები გამიჩნდა. მე ვიგრძენი ამ სამყაროს ძიმე ემოცია, ხო?
და აი ეს თერაპია რო არ ყოფილიყო, მაგალითად სიტყვაზე, მას გადაეცემოდა შემდეგ ცხოვრებებში, მას მოუწევდა ამ ყველაფერთან შეხება. ანუ მოუწევდა, ეხა ეზოთერული ენით რო გითხრათ, მეორე მხარეს მოხვედრა მსხვერპლის როლში და საკუთარ თავზე უნდა ვიწვნიოთ, რაც მეორე მხარეს რო ვიყავით, ვერ გრძნობდით, ხო? ეს დიცურეთში რო აგიხსნათ. ესე იგი, შესაბამისად, რაღაცა დრამები თუ ხდება სადღაც, ხო? ეს არის რაღაც რო ვერ მოვახერხე წინა ცხოვრებაში გამეცნობიერებინა. აი მე თუ მაგალითად ამ ცხოვრებაში ვარ ცუდი მამა, ოღონდ მე კარგი მამა მგონია. ოღონდ არ მყოფნის იმის ემოციური ინტელექტი, რომ შვილი დავინახო, რომელსაც რაღაცებს სხვა უნდოდა და მე საერთოდ ეგოისტურად ვიყავი ხო ჩემ თავზე და მე მასთან კონტაქტი არ მქონდა. შესაბამისად, შემდეგ ცხოვრებებში მე მომიწევს ამის გაცნობიერება. ამას უნდა შევეხო. ეს უნდა მეტკინოს სადღაც, ხო? რომ მე მივხვდე, ოღონდ ეს არაცნობიერში ხდება, როგორც დახურვა, ანუ რასაც მე არ გავეხსენი, რაშიც მე არ მეყო ინტელექტი, ინტელექტს განატვინს გულისხმობა, სულიერი ინტელექტი, სულიერი გამოცდილება. აი ადრე რო ვიდეო გავაკეთე, როდესაც კარმულ გამოცდილებებს ვამბობთ, ხო, სულ სადა აქვს გამოცდილება, რომელ სულს მეტი აქვს, რომელ სულს ნაკლები აქვს რაღაც სფეროში მაგალითად. აი ეს არის ყველაფერი გამოცდილებები. ჩემს სულს თუ არა აქვს საკმარისი ტკივილი მიღებული, ანუ ეს ყველა სცენარი ბევრი თუ არა აქვს ნაცხოვრები მაგალითად, ხო? მოდის აქ უკვე სადღაც ჯერ აი ეს ფსიქოპატის ის რო აგიხსნათ ველი, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ და ამაზე პასუხისგებლობას არ ვგრძნობ, იმიტომ რომ შეგრძნებები არ მაქვს და შემდეგი ფაზა იწყება ღრმა დეპრესიის. მე უკვე ნენელა დანაკარგებს და ნენელა რაღაც მძიმე რაღაცებს ხვდები. ხო? და აი აქ არის ზუსტად ის მომენტი საინტერესო, რომ ჩვენ აქ ის დრამას თუ ხვდებით, თვითგვემაში ვართ, ან თუ დანაკარგი გვაქვს, აი ის რაც ჩამოთვალე მანამდე მძიმე დანაკარგები გლოვაში ვართ და სიამოვნებაში ეს იმისთვის ხდება, რომ მე სადღაც ზუსტად არ ვიგლოვე, სადღაც არ გავუშვი, რომელიღაცა სული არ გავუშვი და ეხლა მომიწევს გაუშვა სადღაც, ხო? აი მე თუ აი რელიგიურადაც რატო არ იგლოვა, ხანგრძლივი ძალიან არაქრისტიანული სიტყვაზე, ხო? და მძიმე დანაკარგების ადამიანებსაც აი რელიგია რო შველით, ხო? ეზოთერულ ენაზე და მეც როცა ჰიპნოთერაპიებზე ყოფილ ვარ, დასწრების კუთხით მეც გამივლია ესეთი ფსიქოთერაპიები დანაკარგთან შეხებების, ხო? რომელიც მე რეალურად არ მქონია ცხოვრებაში მაინც და მაინც, მაგრამ თერაპიის დროს ამომიხტა, ესე რომ ვთქვათ. აი აქ როდესაც შევდივართ ამ ყველაფერთან, აი სხვანაირად უყურებთ მე ლოგიკას, რომ კი იმტკინეულია, კი მწარი არის, მაგრამ ეს არის არანაცხოვრები ენერგია. უცებ მოვკვდი სადღაც და ვერ გავიაზრი რა მოხდა. აი რატო არის ეს მოულოდნელი სიკვდილები, თითქოს ცოტა რთული ან გაუცნობიერებელი გადასვლა იქით ასამყაროში. აი ეს არანაცხოვრები ენერგიები მოყვება შემდეგ ინკარნაციებში, ეზოთერული ლოგიკა ასე ხსნის, ხო? ამ ყველაფერს რეინკარნაციულ სისტემაში უყურებს, როგორც ინდური ფილოსოფია მაგალითად უყურებს, ხო? უფრო ადამიანს, ესე ვთქვათ. და აი ესეთი ნეგატიური მოვლენები, არანაცხოვრები ენერგიები კარმულ დონეზე ქმნის ენერგეტიკულ ბლოკებს შიგნით. ამას ემატება ჩვენი არანაცხოვრები, ან აი გასაცნობიერებელი მაქვს რაღაც, მაგრამ ვერ ვხვდები. და წარმოიდგინეთ, რამდენი ენერგეტიკული ბლოკი შეიძლება შეიქმნას ფსიქიკაში, რომელზეც მიდის ძალიან დიდი ენერგია დეფოლტად. იმიტომ რომ ჩემი არაცნობიერი წუხდება, რომ რაღაც არ არის გახსნილი, ან იზიდავს იმ ველის თეორიაში, იმ ხალხს, რომელ იმპულსაც გახსნის. აი ხშირად როცა თერაპიულად დაგვიწყია მუშაობა, ჩემთან ვინც მოდის, ხო, ასტროლოგიური, ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის მაგალითად, ხო? და სხვათაშორის 4 აპრილს მეწყება ძალიან მაგარი სკოლა, ორთვიანი ასტროლოგიის, სადაც აი ამ კარმულ ასპექტებს გავდივართ, ენერგობლოკებზე გავდივართ, თვითონ თეორია პრაქტიკით ამ ყველაფერს თერაპია მიდის ფაქტიურად ორთვიანი სწავლა და თერაპია ერთად, გადაინახოს ადამიანმა, აცხოვროთ ეს ასტროლოგია ამ ადამიანებს და ძალიან კარგად ხედავენ ხოლმე იქ თვითონ თერაპიულ პრაქტიკაში, უფრო შეხვედრებში რას ლაპარაკობენ კიდევ უფრო ხდებიან, რომ უშუალოდ შეხება არის ჯგუფში მიდის უკვე თერაპიული პროცესი ხოლმე, გაცნობიერებები
სწავლებასთან ერთად და აი მანდაც ძალიან კარგად ხედავ ხოლმე რომ არის ცით როგორი რაღაც რომ შეიძლება საერთოდ ვერ ვაცნობიერებდე ახლა მე სად ვარ და რა მაწუხებს ენერგეტიკულად ეს მიდის მე შიგნით მაწვალებს იმიტომ რომ სადღაც ცდილობს გამოსავალს ხო ქვეცნობიერი ესე რომ ვთქვა რომ მე ეს მინდა დავხურო მინდა გავაცნობიერო მინდა შევეხო ამას ამ ყველაფერს და დავდივარ სტრესზე როგორც ციყვი ბორბალში სადღაც და კიდევ უფრო შევდივართ ღრმა დაბრკოლებებში კიდევ უფრო შევდივართ ესეთ ბლარში და რამდენი არის იცით აი რომ რაღაც ენერგიაში არის ეძებენ სულ პრობლემებს იქ თერაპიაში არიან ზოგი თვითონ ხდება უკვე თერაპევტი მაგრამ თავს რომ ისევ იმ შფოთვაშია ისევ იმ კარმაში არის და საერთოდ არ არის გაღვიძებული ეზოთერულ ენაზე რო გითხრათ აი ბორბალში ტრიალებს და ვერ ხედავს ამას ამ ბორბალს აი ზუსტად ასტროლოგია გვეხმარება აი ამ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილის დანახვაში აი ამ ბორბალში დავინახოთ ჩვენი თავი ეს სხვა შორის ყველას არ შეუძლია მაინც იმიტომ რომ ძალიან ტკინეული არის ეს არ არის რაღაც ისეთი მომენტი რომ რა პრობლემაა და მან მინდა და დავინახავ არ არის ესე მართლა ისე ვიქრო დავბრუნდეთ რეინკარნაციულ დონეს რო შევხედოთ ამის გამოცდილება არის ძალიან აუცილებელი ამ გამოცდილებაში კარგი არ არის ის ახლა ბევრი ნეგატიური ემოცია არის ნაცხოვრები ამ ყველაფერში ხო დიცურეთში რო ავიღოთ ესე რომ ვთქვათ და აქედან იქნება უკვე ენერგეტიკული ბლოკები ახლა ადრეც შემოგთავაზეთ ხა თუნდაც ჩემთანაც ვისთანაც კონსულტაცია მაქვს აი უკვე როცა ვიჭედებით ხსნით რუკას ვლაპარაკობთ და ну აი კი ტვინით გავიგე მაგრამ სხეულით არ მესმის მე რო ვიწყებთ უკვე თერაპიულად ხო ამ ენერგიასთან მუშაობას მაგალითად რას ვხედავ აი გეშტალტი იყენებს ხშირად ორის კამის პრინციპს ამ პოლუსებს რო სვამ ერთმანეთთან მაგალითად ცვლი ამას ამ პოლუსებში და დიალოგი ხდება ეს მთელი ტექნიკები არის ამაში არის ენერგეტიკული კონტაქტი საკუთარ თავთან პირდაპირ ენერგიას ველაპარაკებთ აი სად შეიძლება ბლოკი იყოს აი ადრე გავაკეთე წინაზე სიზარმაცეზე ვიდეო რატო რა არის სიზარმაცე ენერგეტიკულად მე მყავს ჩემი თავი ან ჩემს ფსიქიკაში ცხოვრობს ჩემი წარმოსახვითი ურეული ესე რომ დავინახოთ რომელიც მიჭედებული არის კამზე მაგალითად ან მოძრაობაში არის სადღაც ხო კონკრეტულ სფეროში შეიძლება ზოგადად იცურეთში მოძრაობაში იყოს მაგრამ აი ამ სფეროში იყოს უწევად რას ქმნის ეს ენერგეტიკულ დაბლოკებს შეიძლება ქვედა ჩაკრების დონეზე იყოს შეიძლება ეზოთერული ენით რო გითხრათ ზედა ჩაკრები ქვედა ჩაკრები არის დამწებასთან კავშირში რამდენად ვიყენებთ ჩვენ დედამიწასთან კონტაქტს საკუთარი რესურსების გამოვლენა მაგალითად საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოხატვა სიტყვაზე ხო განსაკუთრებით სატურნის პერიოდი რო გვეწყება ხოლმე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ხო იქნება ეს სადესაწის პერიოდი იქნება ზოგადად სატურნის ასპექტები მაქვს ახლა პირად რუკაში აქ ტრანზიტოლოგიაში ძალიან კარგად ხედავთ ხოლმე შეგვიძლია ასტროლოგიაში ვნახოთ მთელი პროგნოზებით რამდენიმე რუკა ერთად პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდოლოგიით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ცაზე რა ხდება ახლა ჩემი რუკის მოძრაობაში რა ხდება დირექციებს და პროგრესიებს გულისხმობ ამ ფონში როგორ არის ჩემი ენერგეტიკა მაგალითად ხო რაღაც თუ სატურნული ბლოკი შემოდის შეფერხებას ვგრძნობ გაჩერდება ჩემი ენერგეტიკა სადღაც აღარ მიდის ხო მინდა მაგრამ არ ვიცი საით წავიდა ხო ვერ ვხსნით არც ვიცი საერთოდ კონტაქტიც არ მაქვს ამ ყველაფერთან ხო ანუ მე შიგნით არ ვგრძნობ ამ ენერგიებს როდესაც გავწვრთნით ამას ახლა ვინც ასტროლოგიას სწავლობს ან ასტროლოგიაში უკვე ძალიან აქტიურად არის ჩართული. კარგად აქვთ გაწვრთნილი ენერგია, ხო? უკვე მე ვიცი ჩემ თავთან. ეხლა როგორ ვგრძნობ? ეხლა შეიძლება პროგნოზში არც კი ვიცოდეთ, რომ ეხლა სატურნის პერიოდი მაქვს და ვიგრძნო ეს სადღაც დამიკვადრატა სატურნმა, ხო? რაღაც დირექციებში მაგალითად კარგა ხანი არ მინახავს. აი აქ უკვე ვგრძნობ სატურნის ენერგიას. აი ეს გაწვრთნადი არის მართალი რომ გითხრათ ამის შეგრძნებებიც უკვე შეიძლება მე როცა ვაკვირდებით ამას აი ადრეც ვამბობდი რომ ფსიქოლოგია ხა მე სწავლობ ფსიქოლოგიას ერთი უზნაძის ინსტიტუტი მორჩი და ახლა გეშტალტზე ვარ და მანდ არის ხა მე ხო ხედავ როგორ მუშაობთ ჩვენ იქ თერაპიულად მაგალითად ხო
9-10 წლიანი გამოცდილება მაქვს თვითონ ფსიქოთერაპიაში, ხო? ინდივიდუალურად და აი რა არის ასტროლოგია რატომ მიყვარს? ისეთ სიღრმეებში შედის, სადაც აი წარმოიდგინეთ ფსიქოთერაპია კონკრეტული სიტყვებით ხსნის, ну აქ ის არის რეტროფლექსია არის, იქ სხვადასხვა რაღაცები არის და რამდენიმე კლიენტი ესე იცვლება და დიაგნოზები არის ესე. ამ დროს იმის რუკაში, ხო ვიცი რა ხდება და საერთოდ რაღაცა ხდება. და აი კი აქ ზედაპირზე ხსნის, ხებთანაც შეიძლება ერთი დაახლოებით ერთი რჩევები იყოს, მაგრამ ინდივიდუალურ რუკაში საერთოდ სხვანაირად ჩანს. გაცილებით დიდ სიღრმეში ჩანს აქ ყველაფერი, ხო? ну ვისაც არ აქვს ახლა ამ ხელა სიღრმე, ძალიან საკმარისი არის თერაპია. ამისთვის. ზოგისთვის საერთოდ ექიმთან მიდის და ისიც საკმარისი არის, ხო? ფსიქოსომატიკამ ჩართო პრობლემა, ის ვერ ხვდება, არ აქვს გაცნობიერება საკუთარი მესი საერთოდ, ჩართო პრობლემა, მივიდა ექიმთან დალია წამლები და მოუგვარდა, სადღაც ქვეცნობიერში წავიდა. ეზოთერიული ასტროლოგიით ეს ამოხდება შვილში, აუცილებლად. და ან შვილიშვილში, ხო? ანუ ეს არის ენერგიას რო ტკენით და ვტკებნით, სადღაც რესურსი გვიქაჩავს, მოდი ესე ვთქვათ, ანუ პატიობს, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს საკმარისი ინკარნაციული გამოცდილება არ აქვს. ანუ ენერგეტიკულად სუსტად ვართ და შესაბამისად არ არის ბევრი მოთხოვნა სამყაროდ თითქოს, ხო? მაგრამ ეს ვალები არის. აი ეს ფსიქოპატიის თემა რო აგიხსნათ, ხო? რომ სადღაც აუცილებლად მოუწევს ამ ყველაფრის გაცნობიერება და აქ კარგი პროცესი ის არის, რომ ემოციური ინტელექტი მოდის წინაპლანზე, გაცნობიერება ხდება და არის ისეთი რაღაცების გაცნობიერება, რომ ძალიან შიგნით არის. აქ წდომა სხვაშორის უფრო ან ტრავმება უნდა გვაიძულოს ეს გავაცნობიეროთ, ან ახალგაზრდა თაობას უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო აცნობიერებენ ამას და რაც თავარია რა უწყობს კიდევ ხელს ამ ყველაფერს, რომ სხვათა შორის ფინანსურად ასე თუ ისე ნორმალურმა ცხოვრებამ არაომებმა გარკვეულ სოფლიოს გულისხმობ შემთხვევაში ევროპას დასავლეთს ამ შემთხვევაში უფრო მეტად ხო და წარმოშვა იცით როგორ რაღაც უფრო ზედა საფეხურზე აიყვანა საზოგადოება რომ ხა ჩვენ უკვე დავფიქრდით რას გრძნობ ვისთან ვარ კონტაქტზე კარგად ვისთან არ ვარ ხო სადღაც არჩევანის თავისუფლება გაგვიჩნდა ხო და ადრე როცა მთელი ენერგია იყო მიმართული ელემენტარული ცხოვრებისეული თემები დავალაგო იქ ამის მასლოუს პირამიდის კუთხით ამის ის აღარ იყო უნარი ამიტომ მაგიტომ უჭერს ძველთაობას მაინც პირობითად გულისხმობ არა შაბლონურად ეხლა ყველას ეგრე უჭერს მაგრამ მაინც ძველთაობაში შეიძლება ეს გაცნობიერება ნაკლები იყოს ვიდრე ახალგაზრდა თაობაში ხო ემოციური ინტელექტს გულისხმობ აქ რა ამდენად შემიძლია ჩემი ფსიქიკის ყველა ნაწილი მოვიარო და ვიცოდე იქ რა ხდება ხო ამაში წარმოსახვითი თერაპიები გვეხმარება ენერგეტიკული პრაქტიკები გვეხმარება ძალიან და ეს ენერგეტიკული პრაქტიკები რა არის როცა პირდაპირ ველაპარაკები ჩემ ენერგიას იმ შიშთან მაქვს კონტაქტი პირდაპირ აი ზოგჯერ არის ხოლმე მეც პირად კონსულტაციებშიც მქონია ესეთი მომენტები როცა თუნდაც მიმუშავია ეს თერაპიულად და აი წარმოსახვით მოსდის რაღაცა მოსდის ადამიანს თუ სულ რაღაც არქეტიპი ხო სხვადასხვა არქეტიპი მეც მქონდა ხოლმე მედიტაციის პერიოდი იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა თერაპიულ პრაქტიკებში სულ მომდიოდა თვალთახედვაში ატიბეტი სულ მომდიოდა ესე ხედავდი ფიგურებს ხედავდი მოძრაობაში ფიგურას რომელიც ვარჯიშობს რომელიც ძალიან აქტიურია და თითქოს აი თვალში იქ ხარ რასაც ქვია მე ჩემ პრაქტიკებშიც ვაკურდებოდი არის აი ესე მოდის არქეტიპულ დონეზე ზოგჯერ ეს არის ეზოთერულად ვეძახით როგორც წინა ინკარნაციული გამოცდილება მაგალითად მე შემეძლო იქ თქვა ვლადიმერ ბენაიძე ენერგო პრაქტიკოსი იმასთან გადამემოწყებინა რა არის ეს ხედვა საიდან მოდის რა არის რა ენერგია არის და ან იყო ერთი ადამიანი რომელსაც ჰქონდა ის რომ აი ხილვასავით ჰქონდა სასაფლაოზე რაღაც სული თითქოს რომელიც იქით სამყაროში უნდა გადასვლა და ვერ გადადის და დიალოგი იყო სადღაც და ნუ გაინტერესა და ვლადიმერთან ვიკითხეთ რომ ეს მოჩვენება იყო წარმოსახვა იყო ფანტაზია ადამიანის ჩემთან არ არის ეს კავშირში ისე ვყვებ და ნუ ვლადიმერთანაც იყო ეს და გააკეთა დიაგნოსტიკა და კი ნამდვილად იყო ესეთიო
და იქ მთელი რეკომენდაციები იყო მე ამ ადამიანზე, რა ენერგია იყო, რა უნარები აქვს ამ ადამიანს. ეს ისე გიყვებით, თქვათ, როცა ენერგეტიკულ თემასთან გვაქვს ხოლმე შეხება, ხო? აი თქვათ, ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი სიტუაციაში, რომ არა უბრალოდ ფანტაზია იყო, ან ზოგჯერ იყო რა, აი მართლა, ან წინაცხოვრება არის. ან რაღაც არქეტიპთან გვაქვს შეხება. და ამ არქეტიპთან შეხვედრით, ხო, აი როგორ რაღაცა არის, ერთხელ იყო ესეთი პრაქტიკა, რამოდენიმე იყო ეგეთი кейსი, ჩემი გამოცდილებიდან რომ მოგიყვეთ, ქალებთან მქონდა ეგეთი გამოცდილება, როდესაც ერთს მქონდა ქალების გვართან კარმული ნეგატივი, და აღმოჩნდა რომ ქალებთან არ ქონდა კარგი ურთიერთობა. დედა, ბებია, ანუ დედას, ბებიასთან, ბებიას, იმის ბებიასთან და ქალურ გვარში იყო რაღაცა ციკლი, მოკლედ ნეგატიური ქალის არქეტიპი. და როცა იყო ამ ქალთან შეხვედრა, ატიებით, სიტყვაზე ენერგეტიკულ დონეზე, წარმოსახვითი თერაპიებით, ერთი ამბობდა, რომ აი სადღაც ენერგია შემოვიდა ძალიან დიდი ჩემში და პირველად გრძნობდა მუცლის ზონაში, იქ საშვილოსნო, მაგალითად ქალური რეპროდუქციული სისტემა, აი იმას გრძნობდა გააქტიურებას, თითქოს გამიცოცხლდაო ყველაფერი. შემდეგ სხვა პრაქტიკებშიც იგივე იყო, როგორც ქალურ არქეტიპს ან სექსუალურ არქეტიპს შეხვდა თავისას. და ეს იყო ხოლმე უკვე აი ეს რაღაცა რომ მოდის სურათის სახით. და ხედავ რომ ეს არის მისი განდევნილი ენერგია, ისე რა ვთქვათ, ხო? სადღაც უარყოფილი, რომელიც საერთოდ არ ახსოვდა, ან საერთოდ არ იცოდა. და როგორც კი ხდება ენერგეტიკულ პრაქტიკებში, ფიზიკურადაც კი განცდადი ხდება ხოლმე, ვისაც მაგალითად გულის ჩაკრაზე აქვს პრობლემა, აქ სიყვარულში ეტკინა, ნებისმიერ ესეთ პრაქტიკებში გულის არეში გრძნობს ძლიერ ვიბრაციას, ძლიერ ენერგეტიკას, ან წარმოსახვით თერაპიებში, განსაკუთრებით ლომში არის შავი მთვარე, განსაკუთრებით კარმულ ასპექტებში, ან ვენერა არის დაზიანებული, მაგალითად, აი ეს ენერგია იგრძნობოდა მათგან, რომ ეს სადღაც გული გამიაქტიურდა, გულის ენერგიით, აი გულში მომდის რაღაც, ან დაბინძურება აქვს გულის არეში, ან დაპატარავებული აქვს, მე ამაზე გახსნაზე მუშაობ და ეს არის არქეტიპულ დონეზე, ჩემს ენერგიაში, ჩემს ფსიქიკაში ჩარჩენილი ტრავმები, რომელიც ახლა ამოდის. წარმოგიდგენთ, მე თუ ამას არ ვაცნობიერებ, აი კველის თეორია რომ მოგეყევით, მაგალითად, ვიღაცები უნდა ნახოს შემოველმა, ვინც ამას გამეაქტიურებს. ვიღაც ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ან ისევ უბრალოდ შეეხება ენერგეტიკულად, როგორც წინა ვიდეოში მინერალებზე რომ აგეხსენით, რომ აი რა ენერგეტიკული ბლოკი გვაქვს, მინერალი ამას ეხება და აფუთფუთებს ენერგიას. ეგრე შეიძლება ვიღაცა შეგვხვდეს, რომელიც აი დაბლოკირებულ ენერგიას შეეხოს. ეს ადამიანი. მე იმაზე ვბრაზდები და შინაგანად სინამდვილეში ერთი ჯოხის ორი ბოლო არის. ის ადამიანი არის ჩემი მსგავსი ენერგია, რომელიც ჩემში არის დაფარული და არ მაქვს ამოტანილი ზედაპირზე. და საბოლოო ჯამში ამ ადამიანზე კი არ უნდა ვბრაზდებოდი, უნდა ვუსმენდე. ამ ენერგიით, როგორც ახლა მინერალებსაც რო გითხარით, თქო ადამიანს უფრო ძლიერი ენერგეტიკული ვიბრაცია აქვს, ხო, ის უფრო მოქმედებს ჩვენზე. აი ამ რელაციურ კონტაქტში ჩვენ სასარგებლო გამოვიტანოთ ჩვენთვის. რა ენერგეტიკული დაბლოკვა მაქვს, რა ენერგია განდევნილი მაქვს ჩემ თავისგან. რაზე უნდა ვიმუშაო ამ ენერგიებში, ხო, ჩემ თავზე. და სამყარო გამოვიყენო პირობითად ვამბობ, როგორც სამყაროს უმაღლესი კანონების ენა ჩემთან სასაუბროთ. და სინამდვილეში ჩემი გაგზავნილი იმპულსებია ენერგეტიკული, რომელსაც ანარეკლს იზიდავს. ჩემივე ენერგიით ვიზიდავ ჩემივე სამკურნალო ენერგიებს. და შეიძლება ეს იყოს, ისე მოვიდეს ეგეთი დესტრუქციული იქნება ის თუ ნეგატიური ველის ადამიანი, თაკუღად გამოცდა მოდიოდეს, მე ვარ ისევ ამ ენერგეტიკულ ველში თუ არა. ეს უკვე შეიძლება არა ის იყოს, როგორც ოპოზიცია ერთი ჯოხი. არამედ გადამოწმება უკვე, გადავლახე ეს ლეველი თუ არ გადავლახე, ხო? და ამაში ძალიან კარგად გვეხმარება ასტროლოგია, ხო, ვინც არის უკვე ასტროფსიქოლოგიურ კონსულტაციაში, ან კარგად იცის რუკა და უკვე ერკვევა, უფრო თერაპიულად საკუთარ თავთან, ეს არის შეუცვლელი გამოცდილება და მე გირჩევთ უფრო ისეც იმუშაოთ თქვენ თავზე, ჩემ გამოცდილებით ყველაზე ეფექტური ზოგჯერ ენერგეტიკული პრაქტიკები არის, როცა აი პირდაპირ გამოვიტანთ გარეთ ჩვენ ენერგიას და იმასთან შევდივართ კონტაქტზე. ოღონდ გეუბნებით, ახლა როცა თუნდაც ჯგუფურ თერაპიებში, როცა მურწკამის თემა არის, ან
აი ესე ზედაპირულად გამოტანა ხდება, აი ჩემი დაკვირვებით, დაახლოებით აი 70% დაფარული რჩება მაინც. ბოლომდე ვერ შედიან და ბოლომდე იქ თუ მე არ შევხედე ამ ყველაფერს, არ გავიგერ რა რატო ხდება. თვითონაც ვინც ჩემთან მუშაობს, ბრმად მხედავს და არა შიგნიდან, აქ მაინც 30%-იანი მუშაობა მიდის ფაქტიურად ამ ენერგიასთან და მე ის მაინც კიდევ ერთჯერ დაბრუნდება, კიდევ ერთჯერ შემოხსენებს თავს, იმიტომ რომ ეს არ არის ნაცხოვრები ბოლომდე და ის ბოლომდე ცხოვრება ეს ნიშნავს ჩავიდე ამ ენერგიასთან თან მე ვითარდები ამ გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ მე ბევრი რამის სწავლა მიწევს რომ ამ ენერგიასთან მქონდეს შეხება, ახლა ზოგჯერ შეიძლება მივიდეს კონსულტაციაზე ადამიანი და ის მაგარი ტიპი დახვდეს, ძალიან გაცნობიერებული, ამ ადამიანს არ ესმის და რამდენიც ესმის ადამიანს, რამდენსაც გვიქაჩავენო, რომ ვამბობთ, ისე უკაჩავს ხო თერაპევტი, შეიძლება თერაპევტი ვერ უკაჩავდეს პაციენტს, კლიენტს მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ შეიძლება კლიენტი ვერ უკაჩავდეს თერაპევტს. აი ეგ არის აქ პრობლემა ხოლმე მთავარი, რომ არ ესმის მეტი ადამიანს და შენც იძულებული ხარ იყოს შეზღუდულ ინფორმაციულ, ემოციურ მდგომარეობაში და რომ ვერ მოყვება ადამიანი, ხო არა აქვს ამდენი გაცნობიერება, არა რომ გავა 10 წელი შეიძლება და მიხვდეს რა ხდებოდა აქ, შეიძლება ვერ მიხვდეს, ეგეც არის, ხო? და თუ თერაპევტი ვერ უკაჩავს ამ ადამიანს, ხო, ეს ბევრად პლუსი არის, ახლა წავა და იპოვის ისეც, რომელიც გაუკაჩავს. და თუ თვითონ ვერ კაჩავს ადამიანი, ხო, მას უკვე ვინც არ უნდა დაახვედრო, შანსი არ აქვს. საბოლოო ჯამში ან იტყვის, რომ მე ძალიან დამუშავებული ვარ და ეს აიყვანს ისეთ თერაპევტს, რომელიც მის დონეზე არის და მერე ივლიან დადიან ხოლმე, რომ აი მე ეს დავამუშავე, ეს მიმებიც არის, ხო, ამ ფსიქოთერაპიულად დამუშავებულ ადამიანებზე, ხო, ხუმრობებით. ხო და ან ამ ილუზიაში იტრიალებს ადამიანი, რომ ვითომ ის ვერ კაჩავს, ის ცუდია, ეს იყო კარგი, სიამბერში თავის გაკაჩვის ჭალებში დონეს ხედავს, ხო? იმიტომ რომ მქონია ესეთი, რომ აი ძალიან მაგარი თერაპევტია მაგალითად და ვიღაცა მივიდა, რომელიც ახლა უყურებდი და ვერ გაუკაჩა ამ თერაპევტს სიტყვაზე, ხო? ყველას აქვს ესეთი მომენტი და აქ პასუხისგებლობა თერაპევტზე მაინც იმდენი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს იქამდე შედიხარ, სადამდეც მოყვება ვინმე. და სამდე შეუძლია მის ფსიქიკაში წავიდეს, ახლა შენ ვერავის ვერ დააძალებ, ხო? მაგრამ თუ გვაქვს ამის სურვილი და ამას ვაცნობიერებთ, ამ პროცესში ძალიან მაგრად შეიძლება გავიცართოთ. და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლოთ და ამ ენერგეტიკულ პრაქტიკებით ჩვენ ფაქტიურად აი იმ არაცნობიერში ვიყურებით, რომელიც სხვებისთვის ესეთი მარტივი მისაწვდომი არ არის. და ჩვენ არაცნობიერში თუ ვეხებით, სხვების არაცნობიერსაც ძალიან კარგად დავინახავთ. მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. ცოტა ზოგადი გამომივიდა, მაგრამ მთლიანობაში სურათი რომ დავინახოთ, ცოტა ესეც უნდა შევხედოთ ხოლმე. და თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ მოიწონოთ, გაზიაროთ, კომენტარები დაწეროთ, ველოდები ხოლმე ძალიან და წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.